მე ვარ სანდრო მაკარაძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ჭიდაობა, ფეხბურთი და ტანვარჯიში. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ჭიდაობა. უკვე 4 წელია დავდივარ ჭიდაობის წრეზე. ჭიდაობაზე შესვლა იმიტომ მინდოდა, რომ ქართველები კარგად ჭიდაობთ და ბევრი ჩემპიონი გვყავს. ჭიდაობაში ყველაზე რთულია ილეთების გაკეთება. მაგალითად, ყველაზე უფრო რთულია ვერდუშკა. გადმოგდება 4 ქულიანში ითვლება. ჭიდაობაში ილეთები ფასდება ქულებით. ერთხელ ერთ მოწინააღმდეგესთან აღებული მაქვს 24 ქულა. უახლოეს მომავალში მექნება პირველი შეჯიბრება. ჩემი მწვრთნელია მინდია შაინიცი. ის არის კეთილი, იცის თავის საქმე და უყვარს ბავშვები. ჩემი გეგმა ჭიდაობასთან დაკავშირებით არის ვივარჯიშო ბევრ ხან და გავხდე აჭარის მსოფლიო ჩემპიონი. და რა თქმა უნდა გავხდე საქართველოს ნაკრების წევრი. ჩემი საყვარელი მოჭიდავია რამაზ ზოიძე. ლაშოკობაძეც მაგარია, მაგრამ რამაზი ჯობია. ორივეს პირადად ვიცნობ და ეს ამბავი ძალიან მიხარია. მე ასევე მომწონს ფეხბურთი, მაგრამ ფეხბურთზე არ დავდივარ. ადრე დავდიოდი FIES Golden Boy-ში, მაგრამ შორს იყო და ვერ ვახერხებდი XR-ს. გუნდში ვთამაშობდი მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ახვიჩა კვარაცხელია და საყვარელი გუნდია ნაპოლი. შეიძლება ფეხბურთს დაუბრუნდე, მაგრამ ჭიდაობას ბოლომდე გავყვები. ჭიდაობის პარალელურად დავდივარ ტანვარჯიში წრეზეც. ტანვარჯიშზე იმიტომ შევედი, რომ ჭიდაობაზე დამხმარებოდა. ტანვარჯიშს ყველაზე უფრო მიყვარს სანტოების გაკეთება. ტანვარჯიში დიდი შანსია გავხდე საქართველოს ნაკრების წევრი. ასე იმიტომ მგონია, რომ მასწავლებელს ძალიან მოწონს ჩემი აღნაგობა და მონაცემები. ახლა ხან მქონდა ერთი სერიოზული შეჯიბრება და პირველი ადგილი ავიღე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლებელი და კლასელები კარგი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო შაშიკაძე. ყველაზე ცელქია ნიკა ოქრაძე. ყველაზე ჭკვიანია ანრი ბერიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ რიჟვაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, კეთილი სპორტსმენი და გაწონასწორებული. სიმპათიური კი ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს, რადგან შესაფერის გოგო არ შემინჩევია. ძოს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ანრის და ლიკას. ჩემ ძოლს დავარქმევ თიკოს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თეონა კაკაბაძე, იმიტომ რომ ის ბავშვებს არ ეჩხუბება, კეთილია და მშვიდი. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოჭიდავ. თუ მოჭიდავე ვერ გამოვალ მეზღვაური და მამიკოსთან ერთად წავალ გემზე. ბავშვობაში მინდოდა პოლიციელობა, უფრო ადრე სპაიდერმენობა. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, რადგან უკვე მქონდეს ბევრი შეჯიბრება მოგებული. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს ერთი ძმა და 2 და. მამიკო არის მშრომელი, მშვიდი და ჩემსავით სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, კეთილი და ჭკვიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ლობიო. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე გემრიელად გააკეთებს საცივს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰელადოსი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს თავგადასავალზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ისეთ ბურთს გავაჩენდი, ჩემი დარტყმული კარში მიდიოდეს. სამოგზაუროდ სიამოვნები წავიდოდი საფრანგეთში. ჩემი ოცნების საჩუქარი არის სკროლი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა გინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ისწრაფი სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ხვიჩა კვარაცხელია. ბედნიერება არის ჩემპიონობა და მთელი ოჯახის ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.